ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი. პროექტის ღირებულება 3.400.000 ლარზე მეტს შეადგენს. ახლად რეაბილიტირებული სკოლა პრემიერ-მინისტრმა განათლების მინისტრთან ერთად გახსნა. ირაკლი კობახიძემ და ალექსანდრე წულაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახლებულ სასწავლო სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე განახლებული სასკოლო ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოში. წელს ამ სემესტრში 10-მდე საჯარო სკოლაში ბავშვებმა დაიწყეს სწავლა განახლებულ ინფრასტრუქტურაში და სემესტრის მიმდინარეობისას კიდევ 30 სხვა სკოლაში მოხდება ინფრასტრუქტურის განახლება. სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, ყველანაირი პირობაა შექმნილი მოსწავლეებისათვის მიიღონ სრულყოფილი განათლება. რეაბილიტაცია ჩატარდებოდა, არ იყო ასეთი პირობები, კმაყოფილები არიან ბავშვები, მშობლები, მთელი სოფელი და მოკლედ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კარგ საქმეში.